სოკარ ჯორჯია გაზი აჭარას ოფისში შეჭრას ცდილობდნენ აქციის მონაწილეები, რომლებიც ბუნებრივი აირის სამონტაჟო სამუშაოებს ატარებენ. ისინი მილზე დაერთების გადასახადის გაუქმებას და ამავდროულად პროექტების შედგენის უფლების გაცემას მოითხოვენ. მათი განცხადებით აღნიშნული გადასახადის გამო სოკარ ჯორჯია კერძო კომპანიებს არათანაბარ პირობებში აყენებს. აქციაზე კერძო კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად მომხმარებლებიც იმყოფებოდნენ. არგოენ კიდე კანონს კონკურენციის შესახებ დისკრიმინაციულ მდგომარეობაში აყენებენ სხვა შეფასებებს. მოსახლეობას უზრდიან მონტაჟის ღირებულებას და არიან ასეთ უკანონობას ჩადიან და უნდა მონოპოლის ჩაგდება. და ეს მოსახლეობა ითხოვს იმას, რომ მოხდეს რეალურად მიერთების ხარჯთაღრიცხვის დადგენა, რაც ჩვენ ვფიქრობთ 15 ლარს არ უნდა აღემატებოდეს. ასევე მინდა აღვნიშნო ის ფაქტიც, რომ აღნიშნული გადასახადი 31 დეკემბრამდე, გასული წლის 31 დეკემბრამდე არ არსებობდა და არ იყო გადასახდელი, ხოლო 6 იანვრის ბრძანებით ახალი ხელმძღვანელობა როცა დაინიშნა სოკარ ჯორჯია გაზი აჭარაში, ჩამოყალიბდა ეს გადასახადი, რაც ვფიქრობ, რომ უკანონოა. სოკარ ჯორჯია აჭარას მიმართ განხორციელებული საპროტესტო აქციის შედეგად შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით კომპანიის ხელმძღვანელობამ განმარტებები დღეს გააკეთა. დღევანდელი აქციის მიზანი არის ჩვენი კომენტარი გავაკეთოთ იმ გასულ პერიოდში გამართულ აქციებთან დაკავშირებით, რომელიც მიგვაჩნია, რომ გარკვეული ჯგუფის მიერ იყო სპეციალურად ორგანიზებული და ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ სოკარ ჯორჯია გაზი აჭარის დისკრედიტაცია. ასეთი სახის გამოხატული პროცესები პირდაპირ ხელს უშლის ჩვენს უფლება ვალდებულებების შესრულებას.